მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ არაფერს არ განვიხილავთ. როგორც დაკვირდით წინა ტოპ-10-ის ვიდეოში, ეხლა გვაქვს ჩვენი აწყობილების ტოპ 5. მოგესალმებით. დღეს გადავწყვიტეთ, აგერ გუჯამ როგორც თქვა, დავაანონსეთ, რომ პირადად ჩემ აწყობილ ტოპ 5-ს წარმოგიდგენდით, გავიხსენოთ რა და როგორ და რანაირად ჩემი ნაცვალები ნაშრომი. ხო, ამის აწყობილებია, მაგრამ ამ ტოპში მე მაინც ჩავერიე რა ისე. ნუ რა თქმა უნდა. მოკლედ ავარჩიეთ 5 პირადად ჩვენთვის საუკეთესო მოდელები და არჩევანი თქვენზეა. და არჩევანი თქვენზე არის საუკეთესოთა შორის რომელი იქნება ამ 5 მანქანი, 5 ტრანსპორტიდან. იმიტომ რომ 4 მანქანა არის და 1 მოტოციკლეტი. ისე მოტოციკლეტი ამ მანქანებში რაღაც ცოტა ისე დგას ხო? ხო რა. რაღაცნაირად. მაგრამ ნუ იმდენად ჩემ აზრს ვიტყვი რა, იმდენად ლამაზი გამომივიდა ეს მოტოციკლეტი და იმდენად მიახლოვებული იმ სურათთან, რა სურათზეც ვიძახდი რომ ნამდვილიც არის ეს. ხო, მინდა რომ მივამსგავსო იმას მაქსიმალურად, რომ არ დამედო აქ არ შეიძლებოდა რა. სხვათა შორის პირველი მოტო იყო ეგ არხზე. კი, და კი ბატონო, მაგაში გეთანხმები, ჩემი პირველი აწყობილი მოტოციკლეტი იყო. ხო. და ისიც თქვათ რატო იყო ეს მოტოციკლეტი და არა სხვა? თქვათ, რა თქმა უნდა. გვინდოდა რომ პირველი ყოფილიყო ჰარლი. ხო, ჰარლი დევიდსონი. ასაწყობი ჰარლი ვერ ვიშოვეთ და ფიზიკურად ვერ მსგავსებული ვიშოვეთ. ხო, და ნუ რახან გადავწყვიტეთ, რომ პირველი მოტო დაგვედო კლასიკური მოტოციკლეტი, მაგიტომ ყველაზე მიახლოებული და ერთ-ერთი ლეგენდარული მოტოციკლეტი ამოვარჩიეთ ძალიან მაგარი მოტოციკლეტია. Yamaha P1000 Virago. თვითონ ორიგინალი მოტოციკლეტი ნამდვილი რა. ხო. ძალიან მაგარი მოტოციკლეტია და ბევრი დადის სხვათა შორის. ხო და რახან ახლა ამ ტოპ 5-დან დავიწყეთ პირდაპირ მოტოციკლეტით, ისე ამ მოტოციკლეტის გარშე მოვიტრიალოთ ცოტა ხანი და მერე გავაგრძელოთ სხვა დარაჯი. ვიტრიალოთ? ვიტრიალოთ. მაშინ მოდი ეგეთი რაღაც ვქნათ. Discovers არხი ყველა ვიცით, ხო? კი. გადაღებული აქვს სერიალი ჰარლი და დევიდსონები. კი ბატონო. ჰარლის ვიდეოში ეგ სერიალი ვახსენებ, ვისაც ნანახი არ გაქვთ, სულ 4 სერიაა თუ არ ვწდები, ან 3 ან 4 არის რა. ვისაც ნანახი არ გაქვთ და გაინტერესებთ ჰარლი დევიდსონი როგორ შეიქმნა, აი ის პირველი მოტოციკლეტი როგორ შეიქმნა. თუ გინდათ ჯერ ჩვენ ვიდეოს უყურეთ ჰარლის და მერე მაგას ან პირიქით. მან ნახავთ ყველა მომენტს ისტორიიდან და დაჟე ინდიენს რო ეკონკურენტება მაგასაც. კი ბატონო. რაც შეეხება თვითონ ამ მოდელის აწყობას, სხვათა შორის საკმაოდ დიდი დრო მოვანდომე. თვეზე მეტი რა. ხო, მან ის ნიუანსიც იყო, რომ თან პარალელურად მუშაობ და უმეტესწილად მოდელებს ვაწყობთ არის თუ ვიდეოებს ვიღებთ, უფრო დასვენების დღეებში ვაკეთებთ ხოლმე ამ ყველაფერს რა და მანდედან გამომდინარე თვეზე მეტი ნამდვილად დამჭირდა ამ მოტოციკლი. არა, ნახე როგორი თემათან სამსახური რო იქით გავწიოთ. ხო. ამას თუ არ დრო თუ არ დავუთმე ზოგადად ესეთი ვერ გამოვა. ხო, რა თქმა უნდა, თან მით უმეტეს რა ეს ფერთა გადათამაშება, ხო, რაც შეეხება საღებავს, აი კონკრეტულად ესეთი ფერის სიტყვაზე ვიძახი რა. არ არსებობს ფიზიკურად. საღებავზე იზახი. ხო, თვითონ საღებავს ვიძახი, არის წითელი და ასე შემდეგ რა, იქ შავი, თეთრი და ასე შემდეგ და ამ ფერის შეზავება რომ გამოვიყვანო ეგ ფერი და რაღაცა, მით უმეტეს რომ მე არაფერი უმაღლესი განათლება არ მაქვს მაგ მხრივ. აწყობის ამბავში, ხო. და ჩემი იმითი თვალთახედვიდან გამომდინარე
მაქსიმალურად შევეცადე, რომ მიახლოებული ყოფილიყო აი კოლობზე. თუ ნახურები გაქვთ ის ჩემი ვიდეო, თუ არა გაქვთ ნახეთ. ხო. რომ მაქსიმალურად მიახლოებულად შევეცადე, რომ ეგ ფერი გამოსულიყო და შევიძლია დავიტრაბახო, რომ გამომივიდა რა. ნახოთ. შემდეგი ვარიანტი, მოდი. ჩემი უსაყვარლესი ავტომობილი. მარტო შენი არა. ნუ ჯერ ერთი პირველ რიგში დიდი მადლობა იმ პიროვნებას, ვინც გვაჩუქა. პირველი საჩუქარი იყო. გამომწერებისგან. ჩვენ არხზე პირველი საჩუქარი იყო ეს ავტომობილი. კი. ასათობი მოდელი. ვიყავით სადღაც 2 თვისები მაშინ. ხო, ახალი დაწყებული გქონდა და აი ჩემი სილამაზე კიდე აგერ არის რა. ყველაზე მაგრა რატომ მომწონს და მევასება, იცი? იმიტომ რომ განსხვავებულია ფორსაჟის ფრანჩიზაში. ხო. ეს მანქანა და თან დასამახსოვრებელი იყო იმ პონჩი რომ პირველი საჩუქარი იყო და მარტო მაგიტო არა. ზუსტად რა მანქანაც მინდოდა, ზუსტად ეგ მანქანა იყო. კი, თან მით უმეტეს რომ მაგ დროს ჯერ კიდე სწავლობდი ამ მოდელების სამღებროს ერთი საიდუმლოს ვიტყვი მაშინ გავთქო. კი. ამ მანქანას ვინახავდით ძალიან დიდი ხანი, ანუ სანამ არ დავამუღამებმა შეღებვას კარგად. სანამ ცოტა არ დავამუღამე შეღებვა. ეგრევე უთხარი რომ მეთქი ამას უბრალოდ ხელს ვერ მოგიდებს, სანამ და მით უმეტეს რომ წარე გამოცდილება მქონდა იმ დოჯზე, ხო, დოჯ ჩარჯერზე. დღემდე ვერ მომინელებია ეგა. კი ბატონო. ნუ მაგ მანქანას აუცილებლად შევიძენ ისევ და უკვე აი ნუ ახლა ასე თუ ისე შევისწავლე ცოტა შეღებვა აგერ ფაქტი სახეზე არის და ნუ ის რომ არ განვაახლო უბრალოდ არ შეიძლება საკუთარ თავს არ ვაპატიებ რა. ის მანქანა ის რაც გვაქვს, ის დოჯი ის ისევ იქნება და სულ იქნება, იმიტომ რომ სულ პირველი მანქანა იყო. კი, ეგ პირველი იყო. კი ბატონო. კარგით, გადავიდეთ ახლა შემდეგ ამ ავტომობილზე. რომელზე? მოდი გადავიდეთ ჯერ პორშეზე. ესეც ექსპერიმენტი იყო. ესეც ექსპერიმენტი იყო, მით უმეტეს რომ ამ მანქანის კუზაოზე მე ტამიას საღებავი არ მიხმარია. ვიხმარე რეველის საღებავი. ხო, ეგენი მე არ ვიცი. თავისი რაც მოყვა, საკმაოდ ვიწვალე, რომ ფერი გამომეყვანა. აი, არ ვიცი ახლა კადრში რამდენად კარგად გამოჩნდება. ცოტა მთელი. ხო. კადრში რამდენად კარგად გამოჩნდება არის სველი ასფალტის ფერი. მანქანა. სუსტი დეტალები აქვს რა იმას ამ მანქანებს და მით უმეტეს რომ ამ მანქანის აი რახან რეველის საღებავი იყო და რაღაცა აი პოლირებაზე ხო მაქსიმალურად ვიწვალე, მაგრამ მაინც ისეთი არ გამოვიდა, როგორც სიტყვაზე გინდა აგერ ეს ავტომობილი ან ეს ავტომობილი. ხო, ამაზე სიმართლე გითხრათ, პოლირება არ მიხმარია. ცოტა. ხო, ძალიან ცოტა, ხო, იმიტომ რომ შემეშინდა მაინც რა, ნუ დამწყები ვიყავი ჯერ კიდე. არ ვიყავი იმ დონემდე. ხო რა. მისული რომ აი ლაღათ რო პოლირება გამეკეთებინა. ხო, და პლემუს დაუბრუნდები ცოტა ხანი. ეს აიწყო ასაწყობ მოდელებში ზოგადად თუ ფილმის არ არის. თავისუფლებას ვაძლევ ხოლმე რა. რომ თავისი ფანტაზია გამოიყენო. ხო, აი ჩემი გემოვნებით როგორი წარმომიდგენია. ხო და თუ ფილმის მანქანა მაშინ არა. ხო, ნუ ეს არ შეიძლებოდა რომ სხვანაირი ყოფილიყო. და ეს აუცილებლად ესეთი უნდა ყოფილიყო. დაახლოებით ერთი კვირა მარტო უყურებდი ფოტოებს და ფილმს რომ ზუსტად ისეთი დაგვესვა როგორიც ფილმში. და სხვათა შორის ყველაზე ძალიან აი ამ ზოლების გაკეთება გამიჭირდა. კი. არ არის მარტივი. მით უმეტეს რომ ვინილები არის ეს შეღებილი არ არის. ხო, მაგას ვერ შეღებავ, შანსი არ აქვს. არც ის არ არის შეღებილი, ნამდვილი. ხო და ამ მანქანის ისტორია თუ გაინტერესებთ Plymouth GTX გვიდევს, ოღონდ ეს არ არის, არის Altair 1.53 მასშტაბის მოდელით
და თან იმ ვიდეოში შედარება ვინმეს თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ. კი ბატონო. ამას რა აქვს და რა აქვს და იმას რა აქვს და რა აქვს. შემდეგი ავტომობილი უკვე იაპონური. ფერის შეზავება რო შევისწავლე. ჩემი საყვარელი ქვეყნის წარმომადგენელი. საერთოდ Subaru WRX STI ხო? W არის. ხო. არის ლურჯი ფერის, ჩვეულებრივი ლურჯი ფერის. ვინც არიცით? ხო. კოლინ მაკრეი ვინ იყო? კოლინ მაკრეი რო არა, Subaru ესეთი მაგარი ვერ იქნებოდა. ესეთი პოპულარული. კი ბატონო. და რატომღაც გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ლურჯი მეტალიკი. ეხლა ნახე. და აი მაგრა გამომივიდა ეხლა ნახე. ფერი რა. Subaru რო ვიყიდეთ. ვფიქრობდით რა ფერი გაგვეკეთებინა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ Subaru-ს ფერი ლურჯია რა. ხო, თან მით უმეტეს სპეციალურად ავარჩიე არასპორტული მოდელი. ხო, იმიტომ აი რალის მოდელი არ მიყიდია, მიყიდე ქალაქი, ხო, ქალაქის ვერსია. კოლინ მაკრეის არის რალის მანქანა ის რაც ყველა ხო, ნუ ის თავისი ვინილებით, ის ვარსკვლავებიანი ვინილები. ხო, ის არის Subaru-ს ლოგო რაც არის. ეგეთი გაფორმებით, ოქროსფერი გაფორმებით და რაღაც. ხო, ეგ არ მიყიდია. ეს არის რალის ის. ხო, მით უმეტეს რო აქ წინ ჰალოგენები უნდა ქონდეს დანამატი და ასე შემდეგ. ხო. ხო. ვიყიდე სტანდარტული აი საქალაქო ვერსია და ნუ ეს სალონის ფერიც მე თვითონ მოვიგონე რომ შიგნით ნახევარი ლურჯი, ნახევარი შავი უნდა ყოფილიყო. მაგას ისი რა ქვია? რას ეძახიან მაგას? რას? მანქანას რო ერთი ფერია და სალონი. რას? კონვინირებულს ეძახიან. ძალიან კაი. და ნუ სტანდარტულად აუცილებლად უნდა ყოფილიყო ოქროსფერი დისკებით. ხო, ნუ ეგ Subaru-ს თემა. კი, და ბოლოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ავტომობილი რაც კი გამომივიდა მე. მარტო გამოგივიდა რა. ავტოსამყაროს. სხვათა შორის კოლოფზე ეს მანქანა იყო ნაცრისფერი. თუ ეწყლისფერი. ნაცრისფერი. ნაცრისფერი. ხო. ხო, აღარ მახსოვს ხოლმე იმიტომ რომ და გადავწყვიტე ორ ფერში გამეკეთებინა. შავი და ვერცხლისფერი მე დავბლოკე. ხო. მიხვდებით ალბათ. აი თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი რამხელა წვალება არის ჩადებული რა, აი ამ ცხვირს შეხედეთ, აგერ კუთ შეხედეთ. თან ეს უბრალოდ ეხლა იმდენად ფაქიზია არ დაიშალოს რომ ეს ხოლო წებოთია გაკეთებული და მით უმეტეს რომ საბარგულიც და კაპოტიც ამას ეხდება და პლუს აქ ძრავიც აქვს და აბსოლუტურად ხო ეს საბარგული და კაპოტი ამან გადაწყვიტა რომ გაიყოს და იმიტომ ეღება თორე უბრალოდ იმდენად ფაქიზია მეშინია რომ რამე არ მოწრეს რა მაგიტომ ეხლა არა ვხდი და თვითონ აი ეს ვერცხლისფერი ხო აი როგორც კაპოტის ფორმა არის ეგრე არის ეგ ნაცრისფერიც გაკეთებული ნაცრისფერი აი ეს ნაცრისფერი რა გვერდები რა ფერიც არის წინაც და უკანაც ეგრე მაქვს გაკეთებული და ეგ ყველაფერი ხო ამ მანქანას რო ვაწყობდი მაგ ვიდეოში ჩანს კიდევაც ხო ვინცაც გაინტერესებს შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი დევს კი ბატონო მოკლედ აი ესეთი ვარიანტებია თან აგერ წეღან ამასაც ეს მოუხადე იმიტომ რომ ეს ეხსნება ეგეთ არ დაუწებებია ხო სპეციალურად ხო არა სპეციალურად არ დავაწებე იმიტომ რომ ეს ეხსნება ხო ერთადერთი რასაც არაფერი არ ეღებე არის ეს ავტომობილი ნუ ეგეთი ვერსია იყო ხო უბრალოდ დანარჩენი ჩემთვის ამ მანქანებში ხო თან ამ მოტოციკლებსაც სხვათა შორის აგერ რამე არ მოგვიწევს რული ეხება ბორბლები ტრიალებს აუცილებლად წინაც უკანაც წინაც ხო დაჟე უკან ამორტიზაცია აქვს აი ეს პრუჟინები ტყუილი არ არის ნამდვილი პრუჟინები სამბარები ქვია მაგას ხო ნუ რაც ქვია რა ხო მივხვდი არა ხო და აი ჯეთ თქვენ აქედან რომელი მოგწევთ ისე რომ არჩევანი თქვენზე არის რომელი მანქანა იქნება პირველი ნომერი. ტოპაჩი ხო აიჩი საკოლექციო მოდელებში რომელია? აიჩი ეს? კი. რომელი? ვითომ არ ვიცი. რომელი? BMW? ჯო აზრები გაიყო.
ძალიან, რასა და რას შორის. Challengers და BMW-ს შორის. ეგრეც ვიცოდი. მეც ვიცოდი. ნუ Challenger-ი ძალიან ყვიროდა რა, ძალიან. არა, ნუ Challenger-მა თავისი თქვა 1500 ნახო დადო. და შორს მო 14000. ნუ ხო, Challenger-ია. და 10000 გამომწერზე კიდე ერთი რვა მასშტაბის მანქანას რო გაჩვენებთ, მაგას მე მგონი ლაპარაკი აღარ უნდა და რაც მალე აგვიყვანთ, უფრო მალე გაჩვენებთ. რა თქმა უნდა. პირველი ვიდეო სხვათა შორის ბზათ არის უბრალოდ ატვირთვა უნდა. კი. და თანატყობის პროცესში ვართ, რომელსაც ვამთავრებთ უკვე მაგ მოდელს. ხო, იმდენი ხანი გავიდა რომ კი, იმდენი ხანი გავიდა რომ უკვე ვამთავრებთ კიდევაც. კარგით, მოკლედ თქვენთვის მოგვინდვია არჩევანის გაკეთება, რომელი არის ამ ხუთ ტრანსპორტ შორის საუკეთესო. დანარჩენს აგერ კომენტარებში რასაც შემოგთავაზებთ და შემდეგ ვიდეოში დავასახებთ. და ბოლოს. ისა რა ქვია. დონაციებისთვის მადლობა. აუ, მაგხელა პაუზა რა იყო? სიტყვას იხსენებდი? ხო, დავავიწყდა. ხო, მარტივად გეთქვა ფული ვინც გვაჩუქა მადლობა. არა, მან YouTube-ზე დონაცია იქნება. ხო. კარგით, მოკლედ დაგემშვიდობებით. შემდეგ ვიდეომდე. What?